ომი ევროპასა და რუსეთს შორის უკრაინის გამო არის ცალკეული სექტორების, კერძოდ ევროპის და რუსეთის, ცდილობა გააგრძელონ არსებობა სისტემის კაპიტალური განახლების გარეშე. ევროპას სულს შეჭამოს უკრაინა, რადგან უკრაინის რესურსების დახმარებით კიდევ ცოტა ხანს გაძლებს. ხოლო რუსეთი ართმობს უკრაინის ნაწილს, იმიტომ რომ თვითონ სჭირდება. აი ასე ეჯიბრებიან ერთმანეთს. ნამდვილი ომის დაწყების ორივე მხარეს ეშინია, რადგან დიდი ომი ევროპასა და რუსეთს უზარმაზარ ზიანს მიაყენებს და დაარღვევს დამკიფე სტაბილურობას. სინამდვილეში მდგომარეობა საკმაოდ მკიფეა და ასეთი ომის, თუ მართლა დიდ ომს წამოიწყებენ, ზიანი ბევრად მეტი იქნება, ვიდრე პირველი გამარჯვების სარგებელი. ხომ ასეა? დაკარგა უფრო მეტს, ვიდრე მიიღებ. ამიტომ რუსეთი და ევროპა ერთმანეთს ოდნავ უბიძგებენ, ოდნავ კვებენ, მაგრამ დიდ ჩხუბს ჯერჯერობით ვერ ბედავენ. თუმცა ევროპა უკვე ემზადება ამისთვის, ემზადება და ემზადება.